Vivek და კამილას მასწავლებელმა ამოსახსნელად წრფივი განტოლებები მისცა. ორივე გარკვეული ნაბიჯების შემდეგ ქვემოთ მოცემულ განტოლებათა სისტემებამდე მივიდა. ეს არის მასწავლებლის საწყისი სისტემა და ეს არის ვიცეკის სისტემა, ეს არის კამილას სისტემა. რომელმა მიიღო მასწავლებლის მიერ მიცემული განტოლებათა სისტემის ექვივალენტური სისტემა. ექვივალენტური რას ნიშნავს? მაგალითად, Vivek-ის სისტემა იქნება ექვივალენტური მასწავლებლის სისტემის, თუ ამ განტოლებათა სისტემას აქვს იგივე ამონახსნი, რაც ამ განტოლებათა სისტემას. და ანალოგიურად კამილასთვის მისი სისტემა იქნება ექვივალენტური მასწავლებლის სისტემის, თუ ამ ორ სისტემას აქვს ერთნაირი ამონახსნი. კარგი, ახლა მოდი როგორ უნდა შევამოწმოთ ეს? უბრალოდ შევხედოთ თითოეულ განტოლებას და ვნახოთ როგორაა შეცვლილი. ანუ შეიძლება თუ არა, რომ ისე მივიღო მასწავლებლის სისტემიდან Vivek-ის სისტემა, რომ რამე არ დავარღვიო. თუ მივიღებ, მაშინ გამოვა, რომ მართლაც ორივეს ერთნაირი ამონახსნი ექნება. მოდი შევხედოთ. პირველი განტოლებები პირდაპირ ემთხვევა, ამიტომ უბრალოდ check მაგას, ანუ x + 2y უდრის -1-ს გვაქვს ორივეგან. ამიტომ პირველ განტოლებასთან პრობლემა არ გვაქვს. შევხედოთ მეორე განტოლებას. მეორე განტოლება არის -3x + 7y უდრის 0-ს. ეხლა დავუკვირდეთ, რომ აშკარად თავიდან იყო -4x + 5y, ტოლი არის 1-ის და რაღაცნაირად მივიღეთ -3x დამატებული 7y ტოლია 0-ის. ახლა უბრალოდ გამრავლებით ვერ მივიღებდით, იმიტომ რომ -1-დან 0 რომ მივიღო, 0-ზე უნდა გამომრავლო -1. და მაშინ მარცხენა მხარეს 0-ზე უნდა გამრავლდეს, რომ განტოლება არ შეიცვალოს. და ამ დროს მარცხენა მხარეს 0 არ მიწერია. ამიტომ ეს არაა სწორი. მაშინ ვნახოთ რა უნდა დავამატო მე, აი ამ ზედა განტოლებას, რომ მივიღო ქვედა. -4x-ს უნდა დავამატო მხოლოდ x-ი, რომ მივიღო -3x-ი და 5y-ს უნდა დავამატო 2y, რომ მივიღო 7y. და 1-ს უნდა დავამატო -1, რომ მივიღო 0. ახლა თითქოს სხვადასხვა რაღაც დაამატა განტოლების სხვადასხვა მხარეს, ხო? და დაარღვია თითქოს განტოლება, იმიტომ რომ სხვა განტოლებას მიიღებ, ხო? თუ სხვადასხვა რამე დაამატე. მაგრამ ეს ორი სიდიდე x + 2y და -1 სხვადასხვა რაღაცები არის? მოდი დავუკვირდეთ კარგად. აი ამ განტოლებას, სადაც მე მეუბნებიან, რომ x + 2y არის ზუსტად იგივე რაც -1. ანუ სინამდვილეში გამოდის, რომ ამ განტოლებისთვის Vivek-ს დაუმატებია ერთი და იგივე რამ ორივე მხარეს. უბრალოდ მარცხნივ ჩაწერა როგორც x + 2y და მარჯვნივ როგორც -1. ანუ რეალურად რადგან განტოლებას დაუმატა ორივე მხარეს ერთი და იგივე რამ, განტოლება არც შეუცვლია. ანუ რეალურად გამოდის, რომ აი ეს ზედა განტოლება არის ზუსტად იგივე შინაარსობრივად, რაც აი ეს ქვედა განტოლება. ანუ გამოდის, რომ ქვედა განტოლებასაც აქვს იგივე ამონახსნები, რაც აი ამ მეორე განტოლებას მასწავლებლის სისტემიდან. ასე რომ Vivek-ის სისტემა ნამდვილად ექვივალენტური არის მასწავლებლის სისტემის. ეხლა ვნახოთ კამილას სისტემა. კამილას სისტემაში როგორც ჩანს, აი ეს განტოლება, პირველი განტოლება იგივე არის, რაც მასწავლებლის მეორე განტოლება, ასე რომ ამას არ მივაქცევთ ყურადღებას და რაც შეეხება აი ამ მეორე განტოლებას, ეხლა მოდი დავაკვირდეთ მაგას. ესე იგი, მაქვს -8x -16y და ეს უდრის 8-ს. ერთადერთი გზაა, რომ ეს კამილას სისტემა იყოს ექვივალენტური მასწავლებლის სისტემის, არის რომ თუ ეს არის მეორე განტოლება, ეს უნდა იყოს როგორღაც გარდაქმნილი პირველი განტოლება. მოდი ვნახოთ რა უნდა უყო მე -1-ს, რომ მივიღო 8. -1 უნდა გავამრავლო -8-ზე და მაშინ მივიღებ 8-ს, ხო? და მაშინ მოდი დავაკვირდეთ ახლა განტოლების მეორე მხარე რომ -8-ზე გავამრავლო, მივიღებ თუ არა, აი ვერ დავუმიზნე, აი ამ მხარეს. ვნახოთ, x + 2y რომ გავამრავლო -8-ზე. რას მივიღებ? მივიღებ -8x და -16y-ს. და მართლაც გამოდის, რომ აქ მაქვს -8x და -16y. ანუ კამილას უბრალოდ ორივე მხარე გაუმრავლებია განტოლების -8-ზე, ამიტომ არ შეუცვლია კამილას განტოლება და შესაბამისად გამოდის, რომ მისი მეორე განტოლებაც იგივეა პრინციპში, რაც მასწავლების პირველი განტოლება და გამოდის, რომ კამილას სისტემაც არის ექვივალენტური მასწავლებლის სისტემის.